მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა კულინარიული დუელი და მისი წამყვანი მე გოჩა კაპანაძე. აბა როგორ ვართ? მოგესალმებით, კარგად ვართ, კარგად. თავად ამუნა, ანათებს. ემო, შენს კი რა ხდება? ახალი და კარგი. რა ვიცი, რაღაც ახალ საქმეებს შევეჭიდე და წარმატებები. ვიცი რომ ყველაფერი ისე იქნება როგორც შეგჩვევია. ამუნა შენთან? მეც ახალ საქმეებს შევეჭიდე და ძალიან კარგი. კარგად არის მოგეთ. დიდხანს აღარ მოგაწყენთ და მოვიწვევ სტუდიაში შესანიშნავ ორ ლამაზ ნიჭიერ ძალიან მეგობრულ ადამიანებს და პირველ რიგში რა თქმა უნდა შესანიშნავ მსახიობებს, რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობებს ეკა მოლოდინაშვილს და ქეთევან ხიტირს. გთხოვთ გოგონებო. მოდით. როგორ ახარ, როგორ? ძალიან დიდი მადლობა მოწვევით. კულინარიაში როგორ გძნობთ თავს გოგოებო? კარგად, ნორმალურად. ხო, ვიცი რომ, მაგრამ მაინც შეგეკითხეთ, თუმცა ყველაფერში ხა შეიძლება ბევრი რაღაც ახალი სწავლოთ ჩვენთან, ბევრი, იმიტომ რომ ყოველ დღეს სწავლა, ხო იცი? ცხოვრება. კი ბატონო. მე ვიცი რომ ეკა ძალიან კაი კულინარია და გამისინჯავს და მოკლედ ასევე კეთით. ვიცი რა არის? რუსთაველის თეატრში, მოდი ხა ეროვნული თეატრია. რუსთაველს ვიტყვი მაინც. ჩვენც ესე ვამბობთ. ხო, რუსთაველის თეატრში ყოველთვის იყვნენ ქალბატონები, გრანდ ქალბატონები, რომლებიც როგორც დიდი მსახიობები იყვნენ ქალბატონი, სალომე ყანჩელი ქალბატონი, მედეა ჩახავა ქალბატონი, მარინა თბილელი, ნანა პაჭუაშვილი და ასე შემდგომ, ყველანი არიან კარგი მსახიობები, კარგზე კარგი და კარგი კულინარები. აგძელებთ მაგ ვაგრძელებთ, ვცდილობთ ყოველ შემთხვევაში ჩვენთვისაც აი ძალიან სათაყვანებელი მსახიობები არიან და ორმაგად კიდე სასიამოვნოა თუ კარგი კულინარები არიან. არა, შესანიშნავი კულინარები ჩვენ ვერ მოვესწარით ახლა, ჩვენ მხოლოდ ნანა. ქალბატონი ნანა ვიცით და ქალბატონი ამწყინვალეთ ამზადებს და ბევრჯერ მოვესწრებით კიდე მის მომზადებულ კერძებს. მსახიობები, ნიჭიერები ხართ და ვართ. ვფიქრობ, რომ დღესაც წარმოაჩენ თქვენ თავს, ჩემთან სტუმრად სტუდიაში და მინდა წარმოგიდგენთ ქალბატონი თამუნა, ჩვენი შეფზარეული, გთხოვთ, მასთან მიხვიდე ეკა და ბატონი თეიმურაზი. გამარჯობა, ძალიან არაფერია, მივიდნენ, გაეცეს არის ბატონი თეიმურაზი. ჩამოართვით ხელი ერთმანეთს, რომ ბევრი უნდა იმუშაოთ და ეხლა მოდით ჩემთან, ჩემო კარგებო და ეხლა გეტყვით რა არის აქ თავარი ინგრედიენტი, რომელსაც უნდა მოვამზადოთ მე შეფებთან ერთად. კერძი. ოპა! უი, კარტოფილი. თან ახალი. გიყვარს კარტოფილი? ძალიან. გიყვარს. მე იშვიათად მეგულებად კარტოფილი რო არ უყარეს და ძალიან ბევრი კერძი მზადდება კარტოფილისგან და აი ხა ერთ-ერთს თქვენც მაჩვენებთ. აბა, მიბრძანდით შეფებთან. მოილაპარაკეთ, რას დაამზადებთ? ჩვენ ხო ვიცით გაზაფხულის კერძია, ესე ვთქვათ, შემწვარი კარტოფილი, ახალი კარტოფილი, კამას ვაყრით და ასე შემდეგ. ბერძნებს ქონიათ იგივე მსგავსი დაახლოებით. უბრალოდ წამყვანი გემოები ამ კერძში იქნება ლიმონი, ციტრუსი და ფეტა ყოლს გამოვიყენებთ, ასევე მაწვნის და არაჟნის соуს, რომელსაც მე გადავწყვიტე, რომ პიტნის არომატი ქონდეს და მე ვფიქრობ, რომ უხდება, ხო, მოუხდება ეს ამგონია და ისეთი ქართულ ბერძნული კერძი გამოგვივა მე მგონი. ნახოთ. საგაზაფხულო. დღეს მოვამზადებთ ახალი კარტოფილის, ესე ვთქვათ, ჩიფსის ვარიანტს, ოღონდ ახალ კარტოფილს მოვხარშავთ. მე გავჭყლიტავთ, კარაქში და სუნელებში ამოვავლებთ და გამოვაცხობთ პარმეზანში ღუმელში. და ძაძიკის соусით იქნება, ვფიქრობ ძალიან ისეთ გემრიელი და უცხო კერძი გამოგვივა. გველოდება, კი ბატონო. ჩემ ბავშვობაში კიდე ბუხარში იყო ხოლმე. აი ეგეთი ვარიანტი. აი ეგეთი ვარიანტი იქნება ზუსტად. კეთება, ხარ გერთულება კერძი? არა, იცი კარტოფილი იმდენი ვარიაციაა მართლა კარტოფილისგან, რომ ეხა ჩიფს არ მოველოდი, მაგრამ ძალიან საინტერესო იქნება. არა, ძალიან საინტერესო, ძალიან პრაქტიკულია თემო ყოველთვის ესეთ რაღაცას, რაც ადვილად ბიუჯეტურია და პლუს ახლა ნიგოზი რო გავს და ინდაური და ასე შემდგომ და ასე უნდა გააკეთო რაღაცა. აი კარტოფილისგან რო გააკეთებ ესეთ პიკანტურს, ეს არის საინტერესო. როგორებიც ხართ? აბა აქეთ რა ხდება? პიკანტურობისგან არ ჩვენ ვართ შორს დღევანდელი კერძით, ხო, მოვამზადებ. შეხედეთ რა შეფზარეულია. ძაძიკის соус მოუკარიყური, ჩვენ ამ შემთხვევაში პიტნით გავაკეთებთ მაწვნის соус. ნახოთ. ეკა ძალიან მაგარი რაღაც გამოდის ვგზნობ. და შენი მეუღლე დათუნა იქნება ძალიან კმაყოფილი სახში რომ გადაიტან უკვე მე ამ ჩვენ რეცეპტს. კაი მეორე. და ბავშვები.
ვიდრე დავიწყებდეთ თამაშის წესებს აგიხსნიდეთ და მომზადებაზე შეუდგებთ უკვე მუშაობას, მანამდე შეგახსენებთ, რომ ჩვენი მეგობარი არის ფანტა ბროწეული, რომელიც არის წარმოდგენილი აქვს შესანიშნავი გემო, ძალიან ბიუჯეტურად განსხვავებულია ბროწეულის არომატით და ბიუჯეტურად ძალიან ხელმისაწვდომია. მიირთვით და დადგით კარგ ბუნებაზე. ჩვენ გადაცემის განმავლობაში ბევრჯერ დივიღებთ და გემოვნეთ ყოჩა ქეთევან, ყოჩა ეკატერინი, აბა. აბა, აი, აგერ. ძალიან კარგია, სანამ იწყება პაიქროვა მანამდე რომ მიიღოთ ეს ასმელი და ცოტა ენერგიით ავივსოთ. ძალებს შეგმატებთ. მე ხლა გიხსნით წესებს. 20 წუთის განმავლობაში ვამზადებთ. იმ შემთხვევაში თუ ხვდებით რომ 20 წუთში ვერ ვეტევით, მივიდივარ წითელ ღილაკს ვაჭერთ და შეფები მოდიან და გეხმარებიან, მაგრამ მოგაკლებთ წუთებს, მაგრამ მაინც დავხუჩავ ცოტა თვალს, იმიტომ რომ მსახიობები არის ხართ და დაღლილები ხართ, სულ გადატვირთული რეჟიმში ხართ და მე ცოტა შორს ვარ თქვენგან, მაგრამ მაინც დავხუჩავ თვალს. ხო და გასინჯვის და დაგემოვნების დრო რო დადგება, იქ იქნება დაუნდობელი. რომ ეს არის დუელი. და არა, მეგობრებმა მე ვიცი ყველგან. კულისებში. მაშასე წამზომი ჩაირთო. მოდი პირველში გავამზადოთ соуსი. თან დრო გვექნება, დაყოლდება და არომატებიც გაიხსნება. მაწონი. კი, გადმოიდგი ეგ ხმაჯამი. აი, ყველაზე დიდი რომელიც არის მაგ სამიდან და არაჟანი და მაწონი. აჰა. მთლიანი უნდა ეს და მთლიანი არაჟანი. მთლიანი არაჟანი. და დავიწყოთ ეს გვერდზე გადავდგათ მერე და დავიწყოთ ნიორის დაჭრა და შერევა. ჩავხერხოთ უფრო სწორად ნიორი ხო? კი, ჩავხერხოთ უფრო კარგად გაიხსნება არომატები. კოზი დატოვე შეგინით. მე ვფიქრობ რომ მე მიყვარს ნიორი რო იგრძნობა იცი და მოდი ეცადე რომ სამი. ხო, აი აქ ქვევით ჩახერხერო. მალე ჩავადაბლა და თუ კიდე დაფაზე დააყრდე. ანა იყოს. მიჩვეული ვარ ეს. ხო. კაი ყოჩაღი, სწრაფი ხელი გაქვს. კარაკი გავალღოთ მიკროტალღურში, რომ ასმა შევძლოთ. კი ბატონო. ცოტა ხანი 1 წუთი შევაგდოთ. მე ამას სუნელებში კი ბატონო, ეს გალღვება თავისით. კი ბატონო. ჩვენ ახლა შეგვიძლია კიტრი გავხეხოთ, ამავდროულად რომ соуსისთვის. კი, თხილად, ხელი არის მან ჩაუსვით, გამოწი თავისით. თხილად გახეხე კეთევან, ჯერ კიდევ სჭირდები ქართულ თეატრს. რამე, იმან რამე არ დავიზია. თითები არ მიაყოლო. ოხრა კარგი დანა. სამი ცალი საკმარისია? კი, იქნება საკმარისი. აქ ჩავყაროთ? ჯერ არ ჩაყაროთ, მომზადოთ და მე იმოსქნით. კი ბატონო. ცოტა მწვანე ხახვი დაგჭირდება. როგორც მარტო მწვანე ღეროები. აი ეს საკმარისი იქნება, თეთრები მოვაჭრათ, კი. და მხოლოდ მწვანე ოღონდ ვიცადოთ რომ ძალიან წვრილად უნდა დავჭრათ, ხო? სხვათა შორის და უნდა ამასინაც ვკითხულობდი, რომ ნიორი როდესაც გაიხეხება, იმ წუთში შეიძლება რაღაც პერიოდი თურმე უნდა გააყოვნოდ, რომ ის გამოყოფს თავის იმ თვისებებს, რომელიც მე ჰაერთან ურთიერთობაში გამოყოფს იმ თავის სასარგებლოს საინტერესოა. და სასარგებლო, ნიორი ხო სასარგებლო, მაგრამ კიდევ უფრო სასარგებლო დაყოვნების შემდეგ. ჰაერთან კონტაქტი. ხო, ძალიან საინტერესო რაღაცებია, საერთოდ რაც არ ვიცით კიდე ბევრი რამ, ხახვზე, ნიორზე და მწვანილებზე. კი. რომლითაც მდიდარია ქართული სამზარეულო, ყველაფრის ბაზაა თითქმის უმეტეს კერძების. დანა დაიხმარა ეკა, ან თუ კიდე კოუზი რა მოაშორეს ხელი არ ჩამოუსვა თორე შიგნით უფრო იქნება მეტი, ნახე? აი, ოკეი, всё. და მწვანილებში, ნახე, ტარხუნა, პიტნა გვაქვს ბუდიში ტარხუნა. პიტნა. იცი რა, მსხვილი ღეროები მოვაშოროთ. და წვრილად ისე დაჭერო, აი, ეცადე რომ ძალიან წვრილად და წვენიც იქნებ გამოვიდეს, ხო? განწრილად? ხო, ეცადე. და კინძსაც ამოგირჩევ, კინძი და კამაც მაგ соуსის შემადგენელი უნდა იყოს. კარაკის გალღვა. შეგვიძლია შევასუნელოთ. კარგია, ძალიან კარგია. კი, იქ დაგჭირდება შებოლილი პაპრიკა. კარაკში. ეს იოგურტია თუ რა არის? კი, ეს ჯანსაღისთვის, ესე ვთქვათ, მაიონეზს არ გამოვიყენებთ ბერძნულ იოგურტს. მანდ იყო შებოლილი და შებოლილი პაპრიკა, სუნელია, შეზავებული, სადაც ცოტა კარია. შებოლილი პაპრიკა პირველად გავიგე. კარი, ხო, მეც ძალიან კარგია. ეხლა ნახეთ რა უნდა ვქნათ, ყველაზე მნიშვნელოვანი. ჩვენ მივირთვათ ფანტა ბროწეული. ესეთიც გამოგვადგება. კეთევან, მადლობა. მიირთვი.
აი ნახეთ. აი ესეთი ვარიანტი უნდა გამოვიდეს. აჰა, გავიგე. ძალიან არ უნდა გავსრისო. აჰა. ხო, ძალიანაც არა. გაღალდის ქვეშ. ერთსაც გიყურებ და მე შეიძლება მეც. კი, აბა. თქვენ უნდა გავაკეთოთ. აი? ეხლა მიუშვი. სიმეტრიულად გავყვეთ. კარგი. კაიდანა. ხო. კიდე გადავკეტა. აი ესე ხო, სწორად ვაკეთებ, როგორ მიხარია. მე შემიძლია მშვიდად ვიყო. როცა ესეთი უნარები აქვს ხოლმე სტუმარს. კი, ძალიან პროფესიონალურად ჭრი. ეკა მაგაში. ეს ნანახი მაქვს და სულ მინდოდა რომ გამეკეთებინა და ამხელადანა რომ არ მაქვს სახში, ამიტომ აქ თურმე დანაა შესაძენი, ხო? ეკა ბავშვებიდან თეატრში გაიზარდა. პირველი თეატრალური შთაბეჭდილება. ბავშვობის? მამაშენის თეატრი. რა თქმა უნდა. პირველი შთაბეჭდილება ბავშვობის მოზარდ მაყურებელთა. დერტა ხაფავა, კაბატონი ნათელა მაჭავარიანი, ოთარ ბაღათურია სამწუხაროდ. ჩემი ნათლია იყო ბატონი ოთარ. და ბატონი რეზო თავარდი. და რეზო თავარდი. რა იყო შენთვის ეს სამყარო? ეს იყო ჯადოსნური სამყარო ჩემთვის. ეს იყო აი რაღაც ღაპარი. არ არსებობდა რომ დავღლილიყავი. აი არ არსებობდა. ვიყავი სულ ან რეკვიზიტში. ბავშვი არ იღლება საერთოდ მithmes არა იღლებიან ხა ჩემი შვილი ჩავყარა ხო აქ? თეატრში მithmes. ჩემი შვილი ბიჭი მე ხვეწებოდა ოღონდ თეატრში არ წამიყვან და რასაც გინდა იმას ვისა. და გოგო და სახში ორი დედა და მამა მსახიობები. ხო და გოგო პირიქით, მაშო პირიქით და ლაზარეს არ. მაყურებელს ვეძღრო ეკას მეუღლე არის შესანიშნავი ქართველი მსახიობი. დათო გოცირიძე, დათუნა გოცირიძე და ორი ესეთი მსახიობი თეატრში და სახშიც ბავშვი ცოტა ფიქრობდა რომ სხვაგან წამიყვნენ დამასვენე. კი. ეკა, სხვა რამეზე არ გიფიქრია? არასოდეს. სხვა პროფესიაში მხოლოდ ეს გინდოდა. აი რომ ვფიქრობ რომ აი არ შეიძლება და ვერც ვფიქრობ, აი რა არაფერი. არაფერი. აი თავის დაუნებურად შემოვიდა ჩემ ცხოვრებაში თეატრი, ანუ მე არ მივსულ ვარ, თვითონ შემოვიდა და მეცაც ვიტყვი დედა ჩემი თეატრიდან წაიყვანეს სამშობიაროში. თითქმის თეატრში დაბადებული. ხო, რა ვიცი. ესე გამოვიდა. ესე გამოვიდა. სხვა შორის იცი რა არის? ხანდახან რო იციან ხოლმე რომ აი თეატრალურ ინსტიტუტში აი მხოლოდ მსახიობის შვილები არიან. პრინციპში რაღაც მომენტი ალბათ ესეც არის. თუმცა ეხლა ჩვენ სხვა პროფესიის ხალხის შვილებიც არიან და რა თქმა უნდა, მაგრამ მამა ჩემი საერთოდ არავინ არ ყავდა მსახიობი, თვითონ მოინდომა ესე, ხო, რაღაც მე გავაგრძელე. მამა ჩემი წინააღმდეგი ხა ესე არ შეუშლია ხელი, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ იცოდა ამ პროფესიის. ხო, და დედა ჩემს ძალიან უნდოდა, იმიტომ რომ თვითონ უნდოდა. და მამა ჩემს რო გაყვა, უნდოდა ჩაბარება, მამა ჩემმა მოიცადეო, ეხა ორი მსახიობიო, პატარა იყო მაშინ დედა. კინოშოკზე მითხარი, როცა დაგაჯილდოვეს საუკეთესო მსახიობი თუთბერიძის ფილმში, ხო? ხო, რა მოულოდნელი იყო, ნამდვილად არ ველოდი, ჩვენ არ ვყოფილვართ, ჩვენი პროდიუსერი იყო ბატონი გია ბაზღაძე წასული. მირეკავს მიშა გომიაშვილი, რომ გილოცავ და ვერ მივხვდი მეთქი რას მილოცავ და რა გჭირსო შენ არაფერს არ უყურებ და ჩამიგდო მე ეს გილოცავ და ან ისი მოულოდნელი იყო ნამდვილად. კი. მე მიხარია რომ ესეთი მსახიობები უყავს სასიამოვნოა, როცა რაღაცა ხა პრიზზე და იმაზე არ მაგრამ სასიამოვნო ის არის. მე ინსტიტუტში მახსოვ ხარ შენ? მაგრამ განსაკუთრებით მახსოვ ხარ რომეო და ჯულიეტაში. ბატონ გოგი მარგველაშვილის სპექტაკლი იყო, გავდმა ამერიკაშვილი იყო თუ არ ვწდები ხო? თქვენი მეტყველების პედაგოგი. ქალბატონი ლეილა და ქალბატონი და მახსოვს იქ შენ როგორ აი პატარა გოგონა როგორ თამაშობდი ძიძას. ძიძას ვიждებოდი მაგრამ დღემდე ყურში მახსოვს ჯულიეტა რა დაიძახებდი. ისიც მახსოვს როგორ მომილოცე. იმიტომ რომ ძალიან მომეწონე და ძალიან კარგი იყავი. კარგი ახლა ქეთევანს მიხედავ. მე ვიცი რომ ძალიან კარგად სწავლობდი. ისე რომ მშობლებს არაფერში ფული არ გადაუხდია, მაგრამ ესენი ხო რეპეტიტორები რო ყავთ ხოლმე ბავშვებს და რაღაც. ესეთი ბეჯითი იყავი? ო, რა ვიცი, სტიპენდიაც მქონდა მე. ბეჯითი არის ძალიან მიყვარდა ეს საქმე, რაღაცნაირად. სამსახიობო გინდო თავიდან. სამსახიობო, ხო, იმიტომ რომ მე ბავშვობაში პეპი ვითამაშე და აი იმის მერე სხვა პროფესიაზე არც მიფიქრია. თუმცა მე რაღაცა ცოტა გაუცხოებაც მქონდა სანამ ჩავაბარებდი, მაგრამ აი რომ ჩავაბარე მე უკვე და მოხვდი ეროვნულ თეატრში და მოხვდით დიდ რობერტ სტურუას. როგორია, როგორ უნდა აიდგას ფეხი? ხო, იცით. რუსთაველის თეატრში ფეხი აი ხო იცი?
ამდენ ვარსკვლავში. ხო, და უნდა თქვა რომ მე ვარ ქეთი ხიტირი. ესეც კი ვამბობდი ნამდვილად, რომ თუ ამ თეატრში და ეხა სტუდიოსთან არ ვითამაშებ, არ ვიქნები მსახიობი. თქო, ესეც კი რაღაცნაირად თქვი და მაქსიმალისტი. ხო. და მე უკვე რომ მოხვდი, მე იყო როგორ არა. ხო, მე მივხვდი სად მოხვდი. ხო, და ეს თან პირველი პარტნიორი ნანა ფაჩუაშვილი, ნინო კასრაძე, ზაზა პაპუაშვილი, ლევან ბერიკაშვილი, მე და ეკა ძალიან პატარები, ეკაც თამაშობდა ერთ იქიდან იწყება ჩვენი მეგობრობა და ნუ აი მოხვდით, სად მოხვდით. ხო, საოცნებო, საოცარ თეატრში და აი დღემდე მაქვს ეს განცდა. და გზა როგორია მე დამკვიდრების? ძალიან მტკივნეულია. ძალიან წინააღმდეგობია. ძალიან მახსოვს რომ არ ვტიროდი. სულ მეტირებოდა ეს რეპეტიციებზე, იმიტომ რომ ნუ ბატონი რომიკო გვამკობდა როგორც კარგი ეპითეტებით, ასევე ძალიან ისეთი შენიშვნებით ისა, მაგრამ თან ხვდებოდით რომ ნუ ძალიან დიდ ადამიანთან, დიდ რეჟისორთან მქონდა, ცოტა გვეშინო და არ ვიცნობდით. ნუ მე ეს ყველაფერი სხვანაირად დაგვირგვინდა, ძალიან შეგვიყვარდა და დღემდე აი ეს განცდები ჩემთვის აი მახსენდება ხოლმე. მეტრია და მაქვს უფლება შენიშვნები მოგწეს. მისი პროფესიაც ესე. ხო, მე უკვე ცოტა ხანში აი რამოდენიმე 2-3 წელი ცუდაცაც გავხდი. აი რაღაცა დეპრესიული და მახსოვს ბატონი რობერტი ამბობდა ხოლმე რომ აი იგონებს არ არსებობს რომ მივედი ძალიან ცოცხალი, ძალიან თითქოს არ ჩანდა ის დიდი ემოციები, ალბათ მალავდი, პატარა ვიყავი. და მე აი ესე რაღაცნაირად, მაგრამ მე ძალიან კარგად მახსოვს, როგორ დამიდგა გვერდში ჯერ პირველ რიგში ბატონი რობერტი და მე ყველა მსახიობი რა შეძნეს, მე არ შემცვალეს, კალოჟნას ვთამაშობდი მახსოვს და აი მივხვდი რომ აი ეს სირთულე იყო ყველაფერი გამომდინარე იქიდან რომ მე აი ეს მივედი და ეს თითქოს მივიღე ყველაფერი ესე არ იყო რაღაცნაირად ჩემში დაილეკა და თეატრი სხვა იყო უკვე რეალობა უკვე სხვა აღმოჩნდა ხო რთულია ძალიან რთულია რუსთაველის თეატრს აქვს ერთი თვისება თუ მიგიღო ის ბოლომდე მოგხდა ხო და მე არ ვიცი მივიღო თუ არა არა მიღებული ხარ უკვე დიდი ხანია შემნაკ თეატრში ხარ შენ სახელი და გვარი გაქვს ფიქრობ რომ შენ გაგიმართლა რომ აქა ხარ და კიდევაც ჩანს რა მსახიობი ხარ დიდი მადლობა ეკა არის საკუთარ თავში ეჭვის შეტანის ეტაპები შენც გეკნებოდა რა თქმა უნდა იმიტომ რომ შენ ძალიან ემოციური მსახიობი ხარ ძალიან და თავიდანვე მთავარი როლები მოგწეს რუსთაველის თეატრში. თავიდანვე მე ისიც ძალიან კარგად მახსოვს რომ ძალიან გახმაურებულ ძალიან სოფლიო რანგის სპექტაკლში რომელიც საეტაპო იყო რუსთაველის თეატრში იქ უნდა გეთამაშა მთავარი როლი მოდი ვთქვათ ეს იყო კავკასიური царსისრე და შენ უკვე გადიოდი რეპეტიციებს გრუშევაჩნაძე უნდა გეთამაშა და რა იყო ეს როცა გითხრას რომ გრუშევაჩნაძე უნდა ითამაშე ეს იყო შოკი პირველი სიმღერას დაუწყე სიარული მართლა იმიტომ რომ ნუ ეხა იქ ისე მღეროდნენ მსახიობები და ისეთი მსახიობები იყვნენ რომ ეს ანუ არარეალური მეკონა ეს ყველაფერი და ძალიან ხშირად მესიზმრებოდა და მესიზმრება ხოლმე სხვათა შორის რომ სიზმრები ხდება მაგრამ სხვა რამეები ახდება იმედია ხანდახან ავიწყდებათ ხოლმე ძალიან ბევრ დიდ მსახიობს და ქვეყანაში ჩამოდიან კულტურულ ხრივ და მაგალითად ესეთი ისტორია იყო რუსთაველის თეატრში ძალიან ცნობილი ჰოლივუდის მსახიობი იყო ჩამოსული კეთი მიცის ეს მე და კეთი სრულიად შემთხვევით მოხვდით ერთად და დანჩეს კეთებად მოყვება გენიალური მსახიობი კინომსახიობი თქვათ მალკოვიჩზეა საუბარი რომელიც არ იცოდა სად ჩამოვიდა ვის ქვეყანაში ჩამოვიდა რა თეატრში მოხვდა და ნუ რაღაც ძალიან სასაცილოდ განვითარდა მომენტები რაღაცას თამაშობდა თან ვერ თამაშობდა გოჩამეჯდა გვერდზე მე ძალიან ცუდად ხვდებოდი იმიტომ რომ გოჩა აკეთებდა კომენტარებს და თან ხვდებოდი რომ ეს არ იყო რომ ის რომ სასაცილო მართლა გაოგნებულები უყურებდით რაღაცას ფათიფუთობდა ეს კაცი რაღაცას ვერ აკეთებდა ისე როგორც აი მე რომ მიხვდა ვიცი როგორ თან ორკესტრი ყავდა სცენაზე და რაღაც მონოლოგებს კითხულობდა ოღონდ იცი როგორ არის ხანდახან ვარ ხოლმე ეს ძალიან რუსულში ხალტურა რა ცოტა იმიტომ მართლა ქეთი კარგად თუ მართლა ცოტა ისეთი იყო და ახალი ჩამოსული იყო სხვა ქვეყნიდან დაღლილი და ისეთი შეუთავსებლობა მის კინო შედევრებსა და სცენაზე რაც ხდებოდა
რომ გაოგნებული ვიყავი და უხერხულობისგან მე კეთის რაღაც კომენტარებს ჩუმად ვუჩურჩულებდი და კეთის ისეთი ისტერიკა დაემართა. მე წაცვლად ხომ მალკოვიჩს ესეთს რომ ხედავ უკვე თუნდაც ეგრევე გოჩაკაპანაძე მაგსენდება რა გამიკეთა. იმიტომ რომ ისეთი მსახიობია, როცა მიდიხარ აი ესე დიდ ლეგენდარულ კინომსახიობთან და რა თქმა უნდა იგივე მოთხოვნას უყენებ, რაც კინოში გაქვს. რა თქმა უნდა. მიხვდა რომ ქართველი მაყურებელი არ იყო ესე ადვილად გასავლელი და ბოლო 20 წუთი ძალიან მოინდომა. და ბოლო 20 წუთი დაგვატყვევა. მაგრამ მანამდე იფიქრე რომ გაბძურებივ ეხლა რა, რო ვიცით ხოლმე რა. და გადავირბენ. არ გამოვიდა იტალიური გადარბენა. შეარჩინა გოჩაკაპანაძე არაფერი არ შევარჩინე. მალკოვიჩ თუ გადამკიდებ ეხლა. უნდა მოვიწვი ამ გადაცემაში. აი ეხლა მოვედით ეკასთან, ეკა. ორი მსახიობი ხართ ერთ ოჯახში. ერთ ოჯახში. დათუნა თავის სამსახიობო კარიერით, თავის სამსახიობო ხასიათით, ძალიან დიდი ოჯახის შვილია, ძალიან კარგი ბებია, მახსოვს მისი ბაბუა და მთელი ეს ადამიანები და უცებ ეკა. სიწყნარის, სიმშვიდის, სინაზის ეკა შენზე აბობენ წყნარიაო? ერთი წუთი ვწყობები მაგით დამაცა. ნამდვილად. შენზე ესეთი წარმოდგენა არა გაკეთი, კეთი. არ არის ეკა წყნარი, ეკა ესე ჩანს თორე ეკა ძალიან ბობოკანი. ის არტისტიზმი. არა, ეხა დათუნდა გოცირიძეს გაუძლო, კი უნდა იყო მაგარი ხასიათის გოგო. მაგრამ დათუნა არის წინვალი ადამიანი, თავისი არტისტული მთელი ბიოგრაფიით და რომელიც ჯერ კიდევ წინა აქვს. და ძალიან მიყვარს დათუნა. მე არ ვარ წყნარი. მე ძალიან ემოციური ვარ. არის ბობოქრობა. მე ფეთქებადი ვარ. ფეთქებადი ხარ. იმიტომ რომ ვარ. დავიწყო. ხო. ფშავიდან არის ჩვენი გვარი. მოლოდინები ვართ. მე ჩასახლებულები არიან ქიზიყში, ქიზიყელი ვარ. და გავარკვიე რომ ავალიანი მყოლია, დიდი ბებია და ანუ სვანური ისიც მაგის. კი ბატონო. შენგენაცვალე. მე აქეთ გადმოვა, ცოტა გადმოვა. მოდი გოჩა გურუ გოგო. მაგრამ რაჭველობა და მეგრელობა მშველის დედის მხრიდან. ხო, რა სისხლის ნაკრები ხარ? დედის ხარჯზე ჩანს წყნარი, დედის ხარჯზე. კი, აი ეს. ამიტომ გამოვიდა რომ დათუნა ყოფილა წყნარი, მშვიდი. დათუნა კი, გაწონასწორებულია და ამ დროს შენახარ? მე ცეცხლი. ბავშვები ვის გავს? ხასიათი თავიანთი აქვს, უფრო შეიძლება თვისებები იყოს. აი გოგო, მაშო ფიზიკურად, აი ძალიან გავს დათუნას. ლაზარეს უფრო შენ გამგვანებენ? მე მომგვანებენ, კი. რა ვიცი, თავიანთავებს გვანან რა, ორივე აქვს რაღაც. ორი ხელოვანი ოჯახში. არის პრობლემა თუ არა? კი არის. თან კარგია, იმიტომ რომ ერთ ენაზე ლაპარაკობ და მე უზიარებ ერთმანეთს რაღაცა სპექტაკლი იქნება, რეპეტიცია იქნება, მაგრამ ამავე დროს რთულია. მაინც არის პაექრობა. არა, პაექრობა არ არის. რთულია რა. რთულია. აბა როგორ გაიცანი დათუნა? თეატრში თუ ინსტიტუტში? ინსტიტუტში ესე ყველა ვიცნობდით ერთმანეთს, მაშინ არ იყო ამ პატარა არის, მაშინ ამდენი სტუდენტი არ ვიყავით. ფაკულტეტიც არ იყო ამდენი. ამდენი ფაკულტეტიც არ იყო და ჩემზე ერთი წლით წინ იყო. აი ესე ვიცოდი, ესე არ ვიცნობდი ეს გამარჯვებით. მე რუსთაველის თეატრში აიყვანეს და მაშინ არ იყო ესე რუსთაველის თეატრში, რომ ახალგაზრდა ადვილად არ ხდებოდნენ და რა თქმა უნდა ეხლა მე სულ რუსთაველის თეატრში დავდიოდი სპექტაკლი. ყველა თეატრში დავდიოდი, მაგრამ ჩემი საყვარელი თეატრი იყო რუსთაველის თეატრი და ინსტიტუტიდან გადმოვდიოდი, ყველა სპექტაკლზე ვიჯექი. კი ბატონო. ხო და რა თქმა უნდა ხა პრემიერაზე. აი რომ დაინახე დათუნა პირველად უკვე როგორც მამაკაცი. აი მეგობრობდით ხა ესე რომ ხა პირდაპირ დავინახე და შემიყვარდი? დავარდი და გადავარდი, არ იყო, მაგრამ ეთყობა რაღაცა იყო. რაღაცა მოხდა. რაღაცა ქიმია მოხდა. აბარა. ხო რაღაცნაირად დაიწყო ესე მეგობრობით, რაღაცა ცოტა ფლირტაობით, ცოტა იმითი, ცოტა იუმორით, კარგი იუმორი აქვს დათუნას, მეც არ უჩივი იუმორს და რაღაცა ესე აგორდა ძალიან მალე მოხდა ეს ამბავი და ძალიან მალე კი, გაცნობიდან და აი როგორც პარტნიორი როგორია სცენაზე? კარგი პარტნიორი. კარგი პარტნიორია. ეს ყოველგვარი ხო. ანუ პროფესიონალს მაინტერესებდა. შენ ხარ მეჯვარე ქალბატონი? ქეთევანის? ჩვენ ერთად დავიწერეთ ჯვარი. გეშლებათ ბატონო გოჩა.
შენი მეუღლე ბრძანდება. ძალიან კარგი მხატვარი და რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელი დღეს გორის თეატრის ნიკუშა შველიძე, ეს არის ძალიან დიდი სცენოგრაფის და მხატვრის ბატონი მირიამ შველიძისა და ქალბატონ თინათით ჰაინეს ვაჟი. ყოველივე ამაზე რეკლამის შემდგომ გავაგზავნებთ საუბარს. დაბრუნდით რეკლამის შემდგომ. შეგახსენებთ, რომ ჩვენი პარტნიორია ფანტა ბროწეული, რომელიც არის ბიუჯეტური, ძალიან სასიამოვნო დასალევი, ძალიან ენერგიული და მე ძალიან მიყვარს და უმაღლესი ხარისხის. მიირთვით ფანტა ბროწეულით. ახლა კი მომიყევი ნიკუშასა და შენი ურთიერთობები. ნიკოლოს ვიცნობდი, რა თქმა უნდა, ის ხო ძალიან ისეთი ოჯახიდან იყო და ისედაც გამოირჩეოდა თავის მეგობრებში ყოველთვის. ძალიან დიდი სიმპათიებით ვიყავი, მაგრამ მე რა ვიცი, ჩვენი გზები, ანუ ესე შეერთდა სპექტაკლზე, რომელშიც ამიყვანა, ეს იყო ბეკეტის პირველი სიყვარული და აი იქ დაიბადა ქიმია. ხო, ქიმია. აი როგორი პერიოდია რა, ესეთი ქალისა და მამაკაცის პირველი ურთიერთობები, პირველი ფლირტი. თუმცა შვილი რო შევა მერეც არ არის ეს ცუდი პერიოდი, მაგრამ პირველი მაინც პირველია, ხო? პირველი მაინც პირველია. როგორც თვითონ ამბობს, ეს ჩვენი სიყვარულიო გავაპირველეთო, იმიტომ რომ მოგეხსენებათ მას არაჩვეულებრივი შვილი ყავს, კატო პირველი ქორწინებიდან და ეს ჩვენი ორი გოგოც და ყავდა მანამდე კიდე სანამ შვილები ჩვენ საერთო შვილი გვეყოლებოდა მაქსი ლაბრადორი, რომელსაც ვდიდით, ცხოვრობდით საგურამოში, ჯიღაურაში. ანუ ძალიან რომანტიულად ცხოვრობდით. ეხლა ცხოვრობთ რომანტიულად. აი, თინდათ როგორ გახსენდება? თინა ჰაინე, ქალბატონი, მისი დედამთილი ძალიან დიდი სცენოგრაფი და მე მგონი საქართველოში ეგეთი რაოდენობრივი სპექტაკლი მე მგონი არავის არ აგაფორმებულ როგორც ქალბატონი თინამ გააფორმა. თინა ჩემთვის ასოცირდება ხო თეატრალურ ინსტიტუტთან, აი ფუნჯთან ნახატებთან, რომ სულ ხატავდა. აი მეც რომ შევედი ამ ოჯახში, აი ნამდვილი მხატვარი, რომელიც აი უბრალოდ ვერ ისვენებდა რო არ დაიხატა და აი ბოლომდე, ბოლო წლებამდე, აი ესე ბოლო წუთამდე ის ხატავდა. დაბტოთი და გერმანიაში და გადავიდა მე საცხოვრებლად და იქ გარდაიცვალა. სამწუხაროდ, ხო. აი საერთო ჯვრისწერა მომიყევით. აუ, ეგ ძალიან სასაცილო იყო. წავედით თელავში, აი ესე აბსოლუტურად დაუგეგმავა და ჩვენმა საერთო მეგობარმა, ქეთალომიძემ, მე და ეკას მეგობარი, აი რასაც ქვია, ნუ გადაგვეკიტო, რომ ხო, თქვენო ჯვარიო, არც ეც არ გაგვდა და ისინი უფრო დიდი ხნის ცოლქმარი. ჩვენ და ნუ ჩვენ ორივე წყვილი რაღაცა დამორცხულები, ცოტა ის ინიციატივას რო არ ვიჩენთ და ნუ აი ჩვენი მეგობარი რომ ეხა წავედით ალავერჩი, ჩქარა მახსოვს კაბები ვიყიდეთ იქვე. შევარდით მაღაზიებში, თელავში, ვაფრეთ, ვამობდით მე და ეკა დავრჩეთ თელავში ვიცხოთ. მანამდე ნიკა დგავდა თელავში და ისე შემაყვარა იქაურობა, რომ გიждები თელავის თეატრზე და იქაურ მსახიობებზე და მოკლედ წავედით, ყველას დახმარებით და წავედით ამ ალავერჩი და დავიწერეთ ჯვარი. შენ წარმოგიდგენია, თამრუშ, ალავერჩი აქვს ჯვარი დაწერილი ამ ჩვენ გოგონებს, ა? ძალიან მაგარი იყო ნიკუშა. აბა დათუნა არ დაიწერს, მეც არ დავიწერო. ესე თქვა დათუნა და მეც არ დავიწერო. ნიკა ნუ ძალიან ახლო მეგობრები არიან და მაგიტომაც ხო გადავწყვეტ. ალავერჩი ჯვარდაწერილები ხართ. კეთი, შენ გიყვარს შოპინგი? აუ, საიდან? ვიცი. მე რო არ ვიცოდე შენზე. აი რაღაც ენერგიას მატებს, არ ვიცი, აი პროცესი გიყვარს თუ შეძენეს მომენტი? ყველაფერი უკვე და შემილია რომ შევიდე უფულოდ ვიოცნებო, იმიტომ რომ მეუნებია ჩემი გული, რა გინდა ეხა მაინც ვერაფერს ვერ იყიდი, არა, აი მიყვარს ის პროცესი, შემდეგ კიდეს გაზიარების ძალიან მიყვარს და ჩუქება უყვარს ალი. ხო და მე უკვე ხო, ჩუქება. შეთაშორის იცი რა არის ჩუქების მომენტი საჩუქრები უყვარს. რუსთაველის თეატრში შევამჩიე რომ ქალბატონებს გააქვთ ეს. ერთმანეთს საჩუქრებს უკეთებთ ხოლმე. კი, უკეთებთ ხოლმე, იმიტომ რომ საოცრად მეგობრულები არიან. აი ესეც გადმოგცეს რაღაცნაირად, გინე მე არ მახსოვს მათი კამათი, მათი აი რაღაცნაირი. აი ოღონდ მე ვამბობ აი რაღაც სერიოზულად. აი ძალიან მართლა სხვა მასშტაბის ქალები იყვნენ ყოველთვის და კაცებიც ესე იყო რუსთაველის თეატრში. რა თქმა უნდა, შეიძლება იყო რაღაცა წენაც იქნებოდა, აუცილებლად იქნებოდა, მაგრამ ეს ხო მე ერთ სიტყვას გავიმეორებ, ეკა რაღაც პერიოდი ერთით ძალიან დიდი თეატრიდან ძალიან ბევრი კარგი მსახიობი გაუშვეს. იყო ძალიან დიდი კამათი ამის შესახებ და ბატონი რობერტ სტურვა გამოვიდა და ორი ფრაზით თქვა განსხვავება
მის მსახიობებსა და აი ამ დიდი თეატრის მსახიობებს. მან თქვა რომ ჩემი თეატრის მსახიობები არასოდეს არ დასვამენ კითხვას მე რატომ მიშვებენ თეატრიდან. რადგან თითოეულ მათგანმა იცის რომ ამ თეატრში რა კი იყო ესე იგი ამის ღირსი იყო. მაგრამ მიზეზთა გამო ის ტოვებს ახლა რუსთაველის თეატრს. ხო და მე აი ვერ გავიხსენებ მსახიობს ხო რამდენი მსახიობი ხო ესე გულდაწყვეტილი შეიძლება მაგრამ აღარ უყვარდეს რუსთაველის თეატრი. არ არსებობს. მისთვის მართლა ეს არის რაღაცნაირი სტატუსი, ისტორია და ნუ რა თქმა უნდა ეხა ის შეგნება და ის კი და ეთყობათ ხო. მეც აი საოცრად ამაყივა რომ ამ თეატრს წარმოვადგენ დღეს. აი რამდენად მსახიობი უნდა იყოს ინიციატივიანი, რამდენად უნდა იყოს აქტიური, უნდა იყოს შემტევი რეჟისორებთან, უნდა ჩვენოს რომ მე შემიძლია, მე მერკუთნის ეს როლი. შენ შეგიძლია ეს თუ არა? არა, მე ეს არ შემიძლია. მე არ ვიცი როგორი უნდა იყოს მსახიობი და უნდა იყოს თუ არა შემტევი და რო შეუძლია, რა თქმა უნდა გამოავლინოს თავი და არ უნდა იყოს ზარმაცი და უნდა იყოს შრომის მოყვარე. მაგრამ აი ეს მიწოლა, აი ეს რაღაცა აი დამინახე, ჩემგან შორს არის. ამიტომ დაზარავდი ამით? არ ვიცი მე ხა მაგითი დავზარავდი თუ სხვა რაღაცებით დავზარავდი. მე აქ მეგეთქვი რა. ძალიან ბევრჯერ რუსთაველის თეატრში როლები, რომლებიც ყოველთვის ამბობდნენ ეს ეკამ უნდა ითამაშოს და მე რაღაც ხდებოდა. ეგ ჩემი თქვა ეგეთი დამინახეს ბრალი არ არის, ეგ სხვა მიზეზებია. ხო, რა თქმა უნდა. ხო, მაგას ვერ დავაბრალებ. ან მე ჩემთვისაც რო ვიტექი ხო ამბობდნენ რომ ეკამ ითამაშოს, მაგრამ ის რატომ არ ხდებოდა ეს ხო სხვა მიზეზია. კი, რა თქმა უნდა. ხო. ხო, ის მიზეზები, რომლებიც თეატრალებმა ვიცით. კი ბატონო, ხო და ის რომ ხო, არის რაღაცები, რაც გარეთ არ არის თქმება და თან არის რაც არის საჭირო ეს ჩვენი კულისებია. მე რაღაცას გეტყვი, ეს სხვა შორის ჩვენი პროფესიის შემადგენელი ნაწილია. თუ ამის გარეშე არსებობს ჩვენი პროფესია არ არის საინტერესო კიდევაც. იმიტომ რომ ბევრი დაცემას მოყვება ფეხზე წამოდგომა და ბევრი მაგრამ ის ტოვებს თავის ტკივილს, თავის ჭრილობას, იმიტომ რომ ეხლა მე რო აქ მოუყვე რაები 22 წლის განმავლობაში რაები შემეძლო, მქონოდა და მქონდა. უბრალოდ წლები გადის და ის თავისთავად იცი რა არის, ამას უნდა უყურო. მაშინ არ ფიქრობ. ბატონო გიზა ჟორდანიამ ჩემმა პედაგოგმა გვითხრა რომ თეატრი არ არის მხოლოდ ყვავილები, ეს არ არის მხოლოდ ტაში, ეს არის ნერვების, ბედისწერისა და ნიჭის ერთდროული თავსებადობა და უნდა შეგეძლოს ყველაფრის ურება გარედან. იმიტომ რომ როგორც კი შენ თავს ეუბნები რომ მე ვარ ყველაფერი და სხვა არავინ, მე მაგის გარდა კეთი ხო ეს არის კოლექტიური პროფესია, შენ იმიტომ რომ მე თუ დროზე არ მოგეცი შენ რეპლიკა, რაც არ უნდა კარგი ახლა იყო ანტიგონე, თუ კრეონმა არ გითხრა, შენ სად იყავი? ეს თუ არ გითხრა, შეიძლება მთელი მონოლოგი ამოგივარდეს. და ასე შემდგომ. პარტნიორს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა სცენაზე. ენერგია. კეთებან, შენ ხარ ესეთი ემოციური, ძალიან პლასტიური. ხანდახან იმ წუთში მოგჩერდი ვარ და იცი ვის ვამსგავსებ, ეკა? დიახ. ჯულეტა მაზინა მოგავს. არა, შენ ბრო ლამაზი ხარ, თუმცა ჯულეტა შინაგანად ისეთი იყო, რომ ხარ და. ეხლა მივხვდი რომ შინაგანად მივამსგავსებ. ეხლა გორელი ფელინი არ გაბრაზდება. ჟანა მოროს მამსგავსებენ, ჟანა მოროზე ვგიშდე. გორელი ფელინი ეხლა არ გაბრაზდება ამისთვის რომ მაზინა შეკაჯა. გორელი ფელინი არ გაბრაზდება იმედი. იცი, მე ვფიქრობ რომ მსახიობი, იცი რა, ის შენ ძალიან მაგარი კითხვა დასვი. უნდა იყოს შემტევი. მე შეიძლება არ ვარ, არც ეკა არ არის ნამდვილად. ნუ ეს არ არის ჩვენი ბუნება. თუმცა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ბუნებას და ხასიათს, იმიტომ რომ ფაქტიურად იწყვიტავს შენ ბედს. მაგრამ აი მსახიობი ზუსტად ვიცი რომ უნდა იყოს მზად ყოველთვის. ეს ძალიან ზუსტად უნდა კონდეს გაცნობიერებული, როცა შენ მოხვდები რეჟისორთან, აი იქ უკვე რომ მე ეს არ შემიძლია მე არ არსებობს შენ პროფესიაში. არ არსებობს. აი მართლა არ არსებობს. ეს არის გადაშვება აი ბოლომდე. აი ახლა მაგალითად ოლივია ხასი, ნუ შესანიშნავი მსახიობი, ზეფირელთან მივიდა და უთხრა რომ უნდა მიყურეთ როგორ თამაშობ. და აიძულა რომ ის დაენიშნათ
პატარა აი წარმოგიდგენია პატარა ოლივია ხასი რომელიც არის პატარა გოგო კიდევ კარგი აიძულა აიძულა ძეფირელი რომ აი მე უნდა გადამიხო და სხვათა შორის იგივე გააკეთა რომ პარტნიორი როცა მოუყვანეს უთხრა ამასთან არ ვითამაშებო უკვე და თავისი ბოიფრენდი მოიყვანა არ არსებობს რომელიც მსახიობი არისო მაგრამ ორი წვილი ისეთია უცებ სცენარიმაზე კინოში რომ ვერ წარმოგიდგენ სხვა რომ მოვიდა ჯულიეტა ხო კაი ხო და აი ხო მე ვფიქრობ რომ უნდა იყოს მოდი რამდენად ხარ ყველას არ შეუძლია ეს მართლა არა ყველას არ შეუძლია და ეხლა ერთ რაღაცას ვიტყვი მაშინ ენერგია უნდა ყველასთან არ გამოდის სტურუასთან ეს არ გამოვა არასოდეს მაშინ ენერგია უნდა გაუშვა ჩვენი პროფესია ხო რა ენერგია თქმა უნდა ისეთი თან უნდა იცოდე ვისთან დაიწყო სლენგზე რო თქვა ბლატავი ნამდვილად თან იცი აი ესე მგონია რომ ყველა რუსთაველის თეატრს აი რაღაცა იმდენად თვითკმარობა აქვს აი ამ სტურუა რო ყავს რომ უკვე ჩვენ დიდათ აი შეიძლება ეხა არ ჟღერდეს ისე ლაბაზი მაგრამ არ ვართ დახარდებულები ყველას იმიტომ რომ ისეთ ადამიანთან ისეთი მასტერ კლასია მასთან აი ყოველ და ეხლა მაშინ მეორეს გეტყვი ძალიან ძნელი არის მე თქვენი მსახიობის გადართვა სხვა რეჟისორთან ძალიან რთულია, იმიტომ რომ მარტო ჩემ ნიკოლოსთან მიყვარს. არა, ეგ თავისთავად მიყვარს. არა, მიყვარს. სხვა რეჟისორებთან. არა, მე სიყვარულს არ ძნელია, იმიტომ რომ ისეთ მე მაგათ ისეთ ფენომენთან მუშაობდი 22 წელი რომ ყოველთვის ვიცოდი ერთი რაღაცა, ვიცით, ამ თეატრმა გვასწავლა. არასოდეს არ უნდა თქვა, რაც კეთი მე ხლა ბძანა, მე ამას ვერ გავაკეთებ. მაგრამ აი ხლა მოდი სხვა რა აი გასტროლებზე რომელი უფრო ისეთი ხართ ერთად ხართ ხოლმე ნომრებში თუ არა კი ხან ერთად ხან გააჩნია თუ ერთად რომელს უფრო აი მაგალითად რომელს უფრო აქვთ სიტყვას თქვა გავედით და არა მარჯვნივ წავიდეთ თუ მარცხნა რომელია უფრო ინიციატივას რომელი იმას მე დავატარე შენ ხო რომ ეს მაღაზიებს უკვე თავიდან მეუყურებს ავტობუსიდან ყველაფერი კი ინიციატორი კი უფრო კეთია კი ეკა შოპინგი გიყვარს იცი რა არის აი ნახე როგორ თქვა უკვე არ ეთყობა უყვარს თუ არა მომწონს კი მაგრამ მე დიდი ხანი ვფიქრობ მიჭირს მაგრამ დავყვები ეს მომწონს ხანდახან ვიღლები მირჩევნია რომ კაფეში დავიდე და დაკარგულ ხართ სადმე გასტროლზე ძალიან გვინდა რომ დავიკარგოთ მაგრამ ახლა მივიღოთ ძალიან ჩვენ ძალიან დავდივართ სულ მიკარგებოდი ციდან არ ჩამოდიოდით ბატონო არა ნამდვილად ჩვენთან ესე რატომღაც აღარ არის ისე ხშირად არა და მიდიხართ და ძალიან მალე ბრუნდებით ხო ჩასულები ხარ გითამაშეთ და ბრუნდებით უკან ხო ბევრიც არ არის ესე დაკარგვით არა სხვა წარმოდგენები თქვენ ნახევარი თვე ორი თვე მიდიოდით ხოლმე გასტროლზე წლობით და სუხიშვილები და რუსთაველის თეატრი. აი ხა ბაქოში მივდივართ და ძალიან გვიხარია. შესანიშნავი ქალაქია. ხო. მესამეჯერ მივდივართ ადრეც ვართ ნამყოფები, ორჯერ და არისპანით, ბიდერმანი ვართ ნამყოფები. უკრაინაში, კიევში ვართ ორჯერ ძალიან მიხარია რომ მოვასწარით. აი განტვირთვა საღამოთი როცა დაღლილები ვართ ხოლმე, ჩვენ მაგათაც ჩემი ჯგუფელები სულ 24 საათი თამაშობდით. მე მაგათაც მახსოვს რომ ერთი თვე იყო ეკა 93 სპექტაკლი ვითამაშეთ თვეში. 12-ზე, 3-ზე, 8-ზე, 12-ზე, 3-ზე წარმოგიდგენია რა იყო? და რატომ? და მის შემდეგ სპექტაკლს რო მაინც მივდივართ ან დანაშონიასთან, ან მერაბნინძესთან, ან ჭოლასთან, ვისაც დიდი ფინა ქონდა, რომ 3-4 საათამდე გრძელდებოდა ჩვენი ერთმანეთთან ურთიერთობა. აი ეს იყო განტვირთვა. თქვენთან როგორ ხდება? ჩვენთანაც ესეა. იმიტომ რომ იმხელა მნიშვნელობა აქვს სპექტაკლის მერე გაზიარებას. აუცილებლად. აი ემოციის დაცვა. ჩვენ მაგალითად სულ ვცდილობთ მეც ეკაც ჩვენი მეგობრები გოგოები რომ აი ვერ მივდივართ ეგრევე სახლში, იმიტომ რომ აი ის რაღაცა გჭირდება რომ იმიტომ რომ ხანდახან არის რომ მივდივართ რეპეტიცია, გრიმი და ვერაფერს ვერ მესალმებით წესერად ერთმანეთს. ბიჭებს ნახულობთ ხოლმე მეორე მოქმედებაზე გამარჯობა, აქ ხარ აი და ბატონ რობერტ სურეპეტიციები აქვს, დაბლუ სპექტაკლიც. სურეპეტიციები აქვს, ხო, ბატონ რობერტთან საათივით აწყობილი ყველაფერი კი ბატონო და ჩვენ აი აუცილებლად აი ხა ეს რაღაც ტრადიციასავით გვაქვს და სულ ესე იყო პრინციპში. კი. შენ და ნიკუშა თუ კამათობთ? როგორ არა, ძალიან ბევრი. პროგრამაში ვერ გხვევით ერთმანეთს? არა, პროფესიონალური მაინტერესებს. პროფესიაში ძალიან კი, კამათობ. საკმაოდ ისეთი მომთხოვი რეჟისორია. ძალიან მომთხოვნია კი, მაგრამ იცით რა გშველის, მე ძალიან ვენდობი.
მართლა და არ არის უღოთ ადვილი მე ესე ყველასთან არ შემილია მართლა ესე არ არის რომ ყველასთან ხო და აი ნიკას თავიდან პირველ სიყვარულში ხო არაფერი მე ძალიან მიყვარს როცა რეჟისორმა იცის რა უნდა რა თქმა უნდა აქ დავაანონსებ ძალიან მოკლე დროში ვიწყებთ ახალ პიესაზე მუშაობა სადაც კეთიც და ეკაც ერთ-ერთ მთავარ როლებს თამაშობენ და კიდევ ერთხელ ამ ნდობისათვის მადლობა მინდა გამოგიცხადოთ და მინდა გითხრათ რომ აღფრთოვანება ჩემი იმიტომ რომ ჩვენ შემდგომ თაობა რომელიც მოვიდა რუსთაველის თეატრში ძალიან ნიჭიერები ხართ ძალიან პროფესიონალები ხართ ყველაზე მთავარი და ზუსტად იცით რომელ თეატრში ხართ და რომელ თეატრში მსახურობთ აი ახლა კი დადგა დრო დაგემოვნების ვიდრე შეფები დააგემოვნებენ რაც მოვამზადეთ და მონაწილეები მამდე გეტყვით რომ ჩვენი მეგობარი წარმოდგენილია ფანტაბროწეული მირთვით გთავაზობთ ეს არის ახალი ძალიან კარგი ენერგიული ხელმისაწვდომი პროდუქტი და ფიქრობ რომ მოგეწონებათ ახლა კი დროა დაგემოვნების გთხოვთ ძალიან მაინტერესებს ნახავთ მაგას როგორ გაინტერესებს თამნა როგორ მოიცით ტატამზე რო შევარ ლიპარტელიანი ჯიუდოისტი ესე წამოვიდა ეთერ ლიპარტელიანივით დეიდაშვილი თუ ბიზაშვილი კერძებია ძალიან გვარან ერთმანეთს და კი ხო კი ნახოთ აბა თემო ავიღებ ხო ჩემთვის აღარ მემსახურება უცილებლად ანუ ჩიპსი ძაძიკის соусით ესე შეგვილია უწოდოთ კი ხომ ისწავლეთ ყველაფერი როგორ კი როგორ მე რა უკვე ცხოვრებაში აუცილებლად გავაკეთებ მართლა გამოიყენებთ მას გავაკეთებ ფიქრობ რომ соусები რაღაცით გავს ერთმანეთს ეს აკოვზი ხوار ნეტარითი ოკეი ნეტარითი კარტოფილიც იდეაში ჩვენი გამოთვარე პარმეზანში და კარაქში იმიტომ კარტოფილი ხო ძირითადი და მითო ყველაფერი რაც კარგია ხო გამუნდასა შენ კამათი არ გამოგივა მე მილიონჯერ ხარ გაფრთხილებული გოჩას კი შენ მხარეს არის გადმოსული ხედავ აი დაცვაში დგას ჩვენ შორის შავი გატა არ გაიგებს მოკლედ მიუხედავად იმის რომ რაღაც თითქოს ინგრედიენტებიც იგივე და ძალიან გავს ერთმანეთს რეალურად რაღაცა განსხვავებული გემოებია თითქოს ჩემი უფრო მძაფრი და ხისტი თქვენი უფრო რაღაცა ნაზი გამოვიდა და მელამუნა ენაზე. ეხლა ადამიანის ხასიათს გააჩნია ხისტი და მძაფრი უნდა თუ რომ ელამუნოს ისეთი გემო. ესე რომ გადაწყვიტოს გააჩნია რა შემთხვევაში. ხისტი თუ ხო, ანუ მოლამუნო. მე ჩვენი სტუმრის ეს დიდი პატივისცემის მიუხედავად რაღაცნაირად ჩვენი მესია მომდა, იმიტომ რომ ესე ხისტი და ისეთი ჩვენი ხასიათი. ხო, ხასიათი. ჩვენ ადგილებზე მომზადეთ, ახლა თქვენ გასინჯეთ. სახში კარგად მიმზადებ და აქ ხوار დაიბენი. მე რეიმრეთ. გიხილე. ბახში ხვავილი. ნიორი ორივეს გაგვექცა ცოტა, მაგრამ გაგვექცა? ნიორის ბრალია, ანუ დავიწყოთ რომ ძაფრია. ახალ კარტოფილს ძალიან უხდებენ. კი, არა, სასემოვნო. კი. ვისაც უყვარს მოეწონება. აბა რა გადის. ო? კაია. გემრიელია თქვენით ძალიან. აი ცოტა ხრაწუნიც რო შემოდის, კაია. ხო, აი ეს. კი. ოხრაშუნო ამბავი. კარაკი აძლევს იმ სირბილეს რა. თქვენთან ცოტა ნიორი არის გაქცეული. თქვენთან? ხო? მესამე ზარი გხოვთ სცენაზე. მსახიობებ არ დაიგვიანოთ. მსახიობებ არ დაიგვიანოთ. დაგვიწუნეს? არა, პირიქით შეაქის კაია. კაია. არა, მართლა ძალიან გემრიელია რა ზეობა. ძალიან გემრიელია, ერთადერთი ძალიან ისე რომ ვაფასებ. ცოტა შეიძლება მე შემხვდა ნიორი ისეთი აი რაღაც ნაზია ნიორმა დაგახჭო ხრაწუნებიც რო აქ და ეს სტრუქტურა რო იცვლება ეს ძალიან გემრიელია მაგრამ ჩემი გაკეთებული ძალიან მომეწონა თავისი უფრო მოწონა არა იცი რატო იმიტომ რომ აი ეს რაღაცა პიტნით და ხო აი ციტრუსით არასოდეს არ გამიკეთებია ეს რა ქვია ეს ახალი ბევრ რაღაცას გასწავლე ხო და აი რაღაცა მოუხდა. მე კიდე ვიტყოდი რომ პირიქით ძალიან ესეთი რაღაცა გამიკეთებია. ამათი კერძი და ჩემი უფრო ისეთი იყო პიკანტური და აგრესიული და
ძალიან ცეცხლოპათოლოგიური. აი, ცეცხლოპათოლოგიური. არა, მე ვფიქრობ, რომ ჩემი უფრო გემრიელია. აბარა გენაცვალი, შენ მოხვალ თეატრში. ორივეს მოწონს თავისი კერძი და მე უნდა გადავწყვიტო. და რუსთაველის ეროვნულ თეატრის გადაკიდება, ხო იცით როგორ არის? ამიტომ მსახიობების გადაკიდება. ხო უნდა თქვა მეორევე ძალიან მომეწონა. არ დავშალოთ კოლექტივი გოჩა. ორივე ძალიან მომეწონა. თემოსთანაც არის ძალიან ესეთი საინტერესო კომბინაცია და აქ კიდევ აი კარტოფილი ვიცით, მაგრამ აი ეს არის რაღაც წინვალე, პიტნით, ნიორი, ცედრა. ოჰო. ჩვენც გვაქვს ხო ციტრუსი და ასე შემდგომ. მაგ შეიძლება შავპურზედაც კი გადაუსვა. პირპილიც აქვს მარიცა. გამარჯვებულია? ძაძიკის სოუსი. სიჯუმე. გაიმარჯვა? ეკამ და ქეთი. თქმა უნდა. მეგობრობა. გილოცავ. გადავრჩი. რუსთაველის ეროვნულმა თეატრმა. თეატრში ვიჭრეთ. თეატრში. მომავალ შაბათამდე. ნახვამდის. მადლობა.